უხვინალექის შედეგი თუ სახელმწიფოს გულგრილობა. ახლა მთავარი კითხვა ეს არის. მარიჯანის ქუჩის მცხოვრებლები სახელმწიფოსგან პასუხისმგებლობის აღებას და დროულ რეაგირებას მოითხოვენ. გვიან ღამით სამშენებლო ობიექტზე მიწის დიდი მასა ჩამოიშალა, რამაც ბზარები მიმდებარე კორპუსების ეზოში გააჩინა, სადაც ასობით ოჯახი ცხოვრობს. ნახეთ, აი ბზარებმა მოიმატა. ყოველ იმაზე იმატებს და ეხლა ეს ბზარები უფრო გადიდდა. მე უფრო მეტი საშიშროება და პერსპექტივა ეხლა აქედან რაღაცა ზოლი კიდე ჩაიშალოს და ბოლო-ბოლო მოგვადგება უკვე იმ კორპუსის ტანამდე მოდის, ეზო პრაქტიკულად ხრება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ ქუჩაზე დასახლებულები სახელმწიფოსგან შველას ითხოვენ. სავარაუდო საფრთხეებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადებით გამგეობასაც მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან პასუხი არ მიუღიათ. მასე იყო საუბარი 1 წლის უკან, 2 წლის უკან და მაშინ აი კი ხედავ ფასადურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. ამ ფიზიკურად ახლა ესეთ სამუშაოებს ვეღარ ჩაატარებენ, ისე წამოსულია მიწა, მაგრამ აი ჩვენი თავარი მოთხოვნა არის, რომ ისე გამაგრდეს, რომ ამაზე აღარც თქვენ შეწუხდეთ და ჩვენც უშვიდეთ. მუნიციპალიტეტი გაამაგრებს. იმას სტანდარტით სამხაროვის ექსპერტიზა და ასე შემდეგ. დიდი ხანია სამოთხელია, ალბათ ერთი წელიწადი ესე დადებული ეს ორმო. მე ვითომ გაამაგრეს, მაგრამ აი გამაგრებულს კი ხედავთ როგორია. აი კიდე ბზარებია წარმოშობილია ახლები. ალბათ ეს ნაწილიც დაინგრევა და მე რომ უკანს კიდე რამე. გასაფრთხოდ უნდა ბრძოლდნენ, მაშინ კიდე წვიმა არ მოვიდეს, კიდე არ დაინგრეს ეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე დღის გამოჩნდნენ, მას შემდეგ რაც მიწის დიდი მასის ჩამოშლის კადრები გავრცელდა. ადგილზე მოქალაქეებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანიც შეხვდა, რომელიც პასუხისმგებლობას დეველოპერულ კომპანიას აკისრებს და მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით კითხვებს თავს არიდებს. სამხარაული მოსული არის, საუბრობთ რაღაცასთან დაკავშირებით და ერთად. სამხარაული ან თქვენ როცა მეზობლები ლაპარაკობდნენ. აქამდე რატომ არ იყო ეს საფრთხეები შესწავლილი ან რამე სხვანაირად რომ მომხდარიყო, თქვენ იღებთ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? არა, ჩვენ როგორ ავიღებთ, კერძო მშენებლობა არის და დეველოპერი აშენებს. თქვენ არ აკონტროლებთ ამ სამუშაოებს, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი? გამგეობის შემთხვევაში არ კონტროლდება რა თქმა უნდა. აბა მაშინ ახლა რატომ ხართ აქ? თუ არ გაქვთ ეს პასუხისმგებლობები? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ მოსახლეობასთან გქონდეს ახლო კომუნიკაცია. კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებშია ჩართული, შეპესეს საბურთალოა. ის ამ მიწის ნაკვეთის მფლობელი 2020 წლიდან გახდა, როცა კომპანია ცენტრპოინტმა რამდენიმე სართულიანი კორპუსის მშენებლობა შეაჩერა და არსებული ნაგებობის დანგრევის და მის ნაცვლად ახლის აშენების ნებართვა ორ კომპანიას, Next Doors და Erer Groups დაეკისრა. ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მმართველი და წილების მფლობელი კი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძეა, რომელიც ახლა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებითაა დაკავებული. ვინ განაგებს საერთოდ მის წილებს ახლა ვინ პოზიციონირებს მისი სახელით თქვენთან ვინ არის კონტაქტზე? არავინ არ პოზიციონირებს მისი სახელით, შეპესა საბურთალოში, როგორც გითხარით, ქონება არ აქვს. მას აქვს სამშენებლო კომპანია და დემონტაჟის სამუშაოები დაქირავებულმა სამშენებლო კომპანიამ დემონტაჟის პროცესს უძღვებოდა. რომ მშენებელ კომპანიას შემოვიყვანეს და მე ეს ამბები რაც ატყდა იმის სიზეო ისო ეს მე თან ტელევიზორიდან გავიგე თვალით არ მინახავს ის კაცს. დეველოპერული კომპანიის დირექტორი ანა გოგიშვილი დიდი ხანია მოქალაქეებთან ერთად მერიისგან პასუხებს ითხოვს. მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები რამდენიმე თვეა შეწყვეტილია. ერთი თვის წინ მერიას განცხადებითაც მიმართა, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მოუწესრიგებელი სანიაღვრეები სამშენებლო ტერიტორიას აზიანებს, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. რა კომუნიკაცია შედგა თუნდაც მერიასთან, თუნდაც მუნიციპალიტეტთან, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება კომუნიკაცია შედგა ერთი თვეა მოკიმა ქართველი ველოდები და კონსტრუქტორების მითითებით, რომ მან მიწა უნდა დაყრილიყო ბუნებრივი ქანები გაკეთებული და ეროზიული პროცესი იქით სანიაღვრეების და წყლის გაუდინრობის გამო დიდი ხანია მიმდინარეობს. სანიაღვრე აბსოლუტურად არ არსებობს და მთელი ძლიერი ნალექები ყოველთვის აქეთ მოედინებოდა. წვიმისა და გაუმართავი სანიაღვრე სისტემების გამო მოძრაობა მთელი თბილისის მასშტაბით პარალიზდა. დაიტბორა ქუჩები. სწორედ ამ სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად მერია ყოველწლიურად ახალ ტენდერს აცხადებს და მილიონებს ხარჯავს. თუმცა მცირე ნალექის დროსაც ქალაქში საფეხმავლო და სამანქანო გზებზე მოქალაქეებისთვის გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ოპოზიცია პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს აკისრებს. ეს არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი
კორუფციული მმართველობის არარსებულ საავტომობილო გზა და საფეხმავლო ბილიკი, რომელიც წვიმა მარდატბორა, იმიტომ რომ სანიაღვრე არხები არ არსებობს და ეს ფული ქართული ოცნების წევრებმა მოიპარეს. დაიტბორა გუშინ თბილისის ქუჩები, დიდი ღომში, გლდანში, ვარკეთილში და თბილისის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ისიც, რომ ყოველდღიურად 9 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება თბილისის გზების რეაბილიტაციაზე და მათ შორის ბუნებრივია სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე. კახიკალაძე ამ დრომდე არ გამოჩენილა, არც ოფიციალური განცხადება გავრცელებია. შესაბამისად, თბილისელები ისეველიან დედაქალაქის მთავრობისგან განმარტებებს. დარჩება თუ არა უამინდობით გამოწვეული მორიგი კოლაფსი პრობლემების აღიარების და რეაგირების გარეშე.